საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრებს 2015 წლის თბილისის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები აქვთ და აცხადებენ, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით ხარვეზებია მათი თქმით რეალურად ბიუჯეტი არ იზრდება და მასში მხოლოდ წინა წლის ნაშთის საფუძველზეა მატება. უმცირესობაში ამბობენ, რომ თბილისის მოსახლეობის დიდი ნაწილს კომუნალური ვაუჩერი უნახევრდებათ. ბრალდებს უკვე უპასუხა საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. თითქოს და ვაუჩერთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემებია, არის აბსოლუტურად ტყუილი. ეს იყო სამუშაო, ასე ვთქვათ, პროცესი, როდესაც უმრავლესობა მერიასთან ერთად მუშაობდა ახალ მოდელზე, თუ როგორ უნდა მომხდარიყო ვაუჩერის გაცემა. დღეს შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ სოციალურ დაუცველ ოჯახებს ვაუჩერი გაეცემა, ასე ვთქვათ, გაორმაგებული სახით 500 ლარის ოდენობით მომავალ წელს, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას იმ წესით, რა წესით დღეს არსებობდა. ეროვნული ბიუჯეტი ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ დედაქალაქის გერმანიის მიერ შემუშავებული ბიუჯეტი ჩავარდა, რადგან მათ წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია 68 მილიონი ნაშთის ცვლილება, რაც ნიშნავს, რომ 2014 წელს მინიმუმ 68 მილიონი მათ მიერვე გაანგარიშებით ვერ დაიხარჯება და ეს თანხები გადატანილი იქნება 2015 წლის ბიუჯეტში.